თბილისში აბრეშუმის გზის საგადასახადო ფორუმი გაიმართა. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ფინანსთა მინისტრმა და საერთაშორისო საგადასახადო და საინვესტიციო ცენტრის პრეზიდენტმა. ფორუმზე იმსჯელეს საგადასახადო და ეკონომიკური პოლიტიკის, ასევე მონაცემთა გაციფრულების, ინვესტიციებისა და საერთაშორისო გამოწვევების საკითხებზე. აბრეშუმის გზის საგადასახადო ფორუმს 100-ზე მეტი სტუმარი დაესწრო, მიზანი თანამშრომლობის განვითარებაა. You know, they're good for a few years. Again, April 2022. So The new possibilities of regional Georgia, we're reminded. საქართველოს გვაჩვენა, რომ რეგიონულ ჭრილში ეკონომიკური თანამშრომლობა ეფექტიანად მუშაობს, რაც საქართველოს ღია და კონკურენტული ეკონომიკური პოლიტიკის დამსახურებაა. ვფიქრობ, რომ საქართველოს დააწესა ერთგვარი ორიენტირი ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებით და ბიძგი მისცა მეზობელ ქვეყნებს ანალოგიური ან მსგავსი პოლიტიკა გაეტარებინათ, რაც დადებითად იმოქმედებს შუა დერეფნის პროექტის განხორციელებაზე. პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობა ვაჭრობისა და ინვესტიციების შესახებ სტატისტიკა მოწმობს, რომ შუა დერეფანი წარმატებული პროექტია. დარწმუნებული ვარ ის ძალისხმევარად საქართველოს ჩადო შუა დერეფნის პროექტის განხორციელებაში უკვალოდ არ ჩაილვის და მალე შესაძლებელი იქნება საქონლის გატანა ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით შუა დერეფნის გავლით. აქვს შესაძლებლობა თავი მოუყაროთ აბრეშუმის გზის სარტყელზე მდებარე ქვეყნებს, ისევე როგორც საერთაშორისო ბიზნესის წარმომადგენლებს. ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობა არის ეს ჩვენთვის, რათა როგორც კერძო სექტორის წარმომადგენლებმა, ასევე სახელმწიფოს წარმომადგენლებმა ერთობლივად ვიმსჯელოთ, განვიხილოთ აღნიშნულ თემებზე და ის გამოწვევები, რაც ამ ყველაფერს ახლავს, ვაქციოთ შესაძლებლობებად ჩვენი ქვეყნებისთვის, ისევე როგორც ბიზნესისთვის.